შუამარხვის სამშაბათს შიშის მომგვრელი განკითხვის დღისა და მომავალი საზღაურის შესახებ. ძმებო, მამებო და შვილებო, არ შემიძლია თქმა, რომ ჩემი გამოუსედაგარი დარიგებიდან რაიმეს ირგებთ, მაგრამ მე ღატაკი საკუთარ თავთან კი ვაღიარებ, რომ დიდ სარგებელს ვიღებ, რადგან თქვენი შეგონებით საკუთარი თავის შეცნობასთან, გამოფხიზლებასთან და უღირსად წინამძღვრობისთვის დადებულ ღვთის სასჯელის შიშთან მივდივარ. ასე რომ თუ კი სხვას ვერავის, მაგრამ ჩემს თავს განვაბრძნობ, მიმეღია და კიდეც მივიღებ თქვენს მიმართ ნათქვამ სიტყვას. ვიფრთხილოთ, ძმებო, რადგან 8 წლის ჟამია მარხვის ეს ძვირფასი ქადაგება. უფრო მეცაც ვიტყვი, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება დრო არის შრომის, გაჭირვებისა და ოფლის, არა ცოტასი და მცირეხნიანის, არამედ მრავალჟამიერის, მუდმივის და ამ წუთიერებაში დასრულებადის. არც მცირე, უვარგისი და კაცობრივი საქმეების შეხვედრის ან სიძნელის გამო არის ეს პირველი დიდი ღვაწლი, არამედ საღვთოსა და ზეციურის გამო, რადგან რომელნიც მას ძლიერი შრომით, მუდმივი მოთმინებითა და წმინდა მცნებათა დაცვით მივიახლებით, ცათა სასופველს, უკვდავებას, მარადიულ სიცოცხლესა და გამოუთქმელ მიუწვდომელსა და შეუცნობელ საუკუნო სიკეთეთა სიხარულს დავემკვიდრებთ. ხოლო რომელთაც ეს სიზარმაცის, მოდუნების, ამ ქვეყნიურ საქმეთა მონატრების, დროებითის სიყვარულისა და წარწმენდელ სიამოვნებათა გამო მოგვაკლდება საუკუნო ტანჯვას, დაუსრულებელ სირცხვილსა და მარცხენა მხარეს მდგართა წილს მივიღებთ. და მსაჯულის, ღმერთისა და ყოველთა მეუფის შიშის მომგვრელ და აუტანელ ხმას გავიგებთ. წარვედით ჩემგან წყეულნო ცეცხლსა მას საუკუნესა, გამზადებულსა ეშმაკთათვის და ანგელოზთა მისთათვის. ამ ნათქვამს ნურასდროს გავიგებთ, ჩემო შვილებო და ძმებო. ნურც წმინდათა და მართალთაგან ის შესაბრალისი და გამოუცემელი გამოცალკევება შეგვემთხვევა, როცა მათ გამოუთქმელ სიხარულში, მიუწვდომელ ნათელსა და მოუყირჭებელ ფუფუნებაში წაიყვანენ, რადგან ამბობს, ინახი დგმიან აბრაამის თანა და ისააკის თანა და იაკობის თანა, ხოლო ჩვენ უკეთურ ეშმაკებთან ერთად გაგვაძევებენ, რომელთაც ვემორჩილებოდით და ვემონებოდით. ჩაუმქრალ და დაუსრულებელ ცეცხლში, შხამიან მატლებთან და კბილთა ხრჭენაში, დიდ უფსკრულში, აუტანელ ჯოჯოხეთში, დაუხსნელ ბორკილებსა და წვდიადის ქვესკნელში. ეს იქნება არა მცირე ხნით, არც 1 წელს, არც 100 წელს, არც 1000 წელს, რადგან ტანჯვას არათუ დასასრული აქვს, როგორც ორიგენეს მიმდევრებს გონიათ, არამედ დაუსრულებელი და მარადიულია უფლის განჩინების მიხედვით, რადგან წმინდანთა სიტყვისაებრ, სად იქნება მაშინ მხსნელადან მესაიდუმლეთ მამა, დედა ან ძმა, არსად, რადგან ამბობს, ძმამან ვერ იხსნას, იხსნესა იგი კაცმან. არა მისცეს ღმერთსა სახსარი თავისათვისისა, არცა სასყიდელი სახსრად სულისათვისისა. დავუმატებ სხვასაც და მცირედაც დიდამდე ავალ. სად იქნება მაშინ ჩემო ძმებო, ზარმაცთა სიზარმაცე, დაუდევართა დაუდევრობა, მოკამათეთა მოკამათეობა, ურჩთა ურჩობა, ამპარტავანთა თვითრჯულობა, ნაყროვანთა ნაყროვანება, თავხედთა თავხედობა, შურისმაძიებელთა შურისმაძიებლობა. ან დავთქვა, სად იქნება მაშინ უარმყოფელი აღთქმისა, მორჩილების უარყოფა, მრავალ მოწამეთა წინაშე აღთქმული ღმერთის მიმართ, რომელთა იგი ძეღმრთისაი იორგულეს და სისხლი იგი აღთქმისაი არაღირსად შეხრაცხეს და იფიქრეს ასე, არ არის სიკვდილი, არც აღდგომა, არც სასჯელი და საქმეთა შესაბამისი მიგება. სულიწმინდის მიერ შეკრებილთ განშორდნენ და სულიწმინდისაგან განკვეთილად გაიხადეს თავი, როგორც მათ შესახებ წმინდა ბასილი წერს. აქ და იქ გზააბნეულნი პირუტყვთა მსგავსად თავიანთი გულის თქმების უფსკრულებსა და ორმოებს ეხეთქებიან და აქამდე მხოლოდ მხეცებისგან თავის გარყვნას არ კმარობენ, არამედ მთლიანად მოსპობა და წარწმენდა სურთ და არც ჩვენი სიმდაბლის ხმას ისმენენ და არც წმინდანთა მხილებას, რომელნიც უმჯობესსა და კეთილს უჩვენებენ. რადგან კი ზოგიერთმა ურიობა ირჩია და საერო სასამართლოზე ჩვენი წარდგენა იკადრა. მაგრამ მოწყალება მოიღე უფალო, მოწყალება მოიღე მათი ასეთი ულმობელობის, შეუგნებლობისა და სიბნელის გამო. ჩვენ კი შვილებო, მათ გამო თაყვანივცეთ და ჩვენს გამჩენ უფალს შევევედროთ, როგორც კაცთმოყარეებმა ვილოცოთ და მათი მოქცევა და ცხონება ვითხოვოთ, ხოლო ჩვენი თავისთვის შესაფერისად ვიზრუნოთ, უმჯობესისკენ გავემართოთ და სიზარმაცით დაკარგულ სათნოებათა გამო პატიება ვითხოვოთ. რაც უნდა ვთქვათ, მოედანზე ვართ წუთიერად, სადგომში ვცხოვრობთ და იგივე მწყემსის მიერ ვიმწყემსებით. თუმცა სუსტად მხედველნი ვართ და ეშმაკს ჯერ არ დავუტყვებები ვართ. არც მოწინააღმდეგეს შევუპყრივართ,
არც ამ მძინვარე მხეც შესაჭმელად მიუღივართ, რადგან გალავნიდან არ გადავუყვანივართ. არც ჩვენი ქედი მოუდრეკია, მაგრამ თავისი ცბიერების კუდით ჩვენი სულის ნაწილებს ურტყამს. თუმცა როგორც ქრისტეს ხრები შინაგანად დაცულნი ვართ. თუ კი ოდესმე ვუძლურდებით, ვკოჭლდებით, ან მატლები გვეხვევა, ან სხვა რაიმე ვნება გვეყრება, ამ ყველაფრის უკან ჩვენი გარეგანი მტერი დგას და ფიქრობს, ეშმაკობს და ეძებს, როგორვე ვინმე შთან დგას. როგორ? ესე იგი, თუ კი ვინმე საკუთარი თავიდან გამოვა, ან შეიძლება დაფარული გულის სიტყვის რაიმე ხვრელიდან შეიჭრას, ან ვნებიანი მზერის სარკმელიდან, ან სიტყვიერი გალავნის ნაპრალიდან. ესენი გავაცნობიეროთ და ამგვარ საკითხებში ეშმაკის უკეთურების უცოდინრები ნუვიქმნებით. თითოეული თავის ძალისა და მისთვის მიცემული მსახურების შესაბამისად გაემართოს და სიმდაბლეში, მორჩილებაში, გულსა და გონებაში დაფარული აღიარებაში, სინანულში, ლოცვასა და წრემლში, მუხდრეკაში, ფსალმუნებაში, ხელსაქმეში, სიყვარულსა და სიწმინდეში, წარმატებისკენ იჩქაროს და ყველაფერში კეთილად ქცევითა და მოქმედებით ქრისტეს გამორჩეულ ჭურჭელად გამოჩნდნენ და ნათლის ძეებად იწოდონ. ჩემო ძმებო, გლოცავთ და გევედრებით, ეს ჩემი სიღატაკის უძლური სიტყვები შეისმინეთ, რადგან ცოტაც ერთი წუთიც და მოახლოებულია დრო, მოახლოებულია სიხარულის, გამოხსნის, განთავისუფლების, გვირგვინებისა და ჩვენი საცხოვრის წელი. ცოტაც და ყველა წმინდანი და უფრო მეტად თქვენი მსგავსნი, რომლებიც არიან მორჩილნი, აი ახლა თქვენს წარმატებას ზეციდან გადმოხედავენ, უხარიათ და მხიარულობენ, რადგან მართალთა თითოეულ მწყობრს უყვარს მათი მსგავსი გუნდი. კიდევ სხვა მოღვაწის შეძენა და მათთვის მიცემული მემკვიდრეობის აღორძინება, რათა უფრო ბევრნი იყვნენ ერთად, უგალობონ და აქონ ნეტარი და წმინდა სამება, რამე თუ მას ჩვენის ყოველივე დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმინდით ურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.